მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი თემებით. დღეს საბოლოო ჯამში საუბრობთ ინფორმაციის ნაკადზე და მის თავისუფლებაზე. ეს ჩემი თემაც არის, ერევნის თემაც არის. უბრალოდ მე მაინტერესებს ერთი კონკრეტული მიმართულება. ინფორმაცია, როგორ მოძრაობს ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ რეგიონებში და ზოგადად როგორია ქართული ეთნიკური მედია ლანდშაფტი. შეიძლება ეს რუკა შევადგინე, რომელზედაც ჩამოვთვალე ის მედია საშუალებები, რომლებიც ან ეთნიკურ ენებზე მაუწყებლობენ, მაუწყებლობენ და ავრცელებენ ინფორმაციას, თქვენ მათ ადვილად გამოარჩევთ, იმიტომ რომ ინგლისურ ენაზეა მათი სახელები, მე ესე დავწერე. ასევე არის ქართულენოვანი მედია საშუალებები, რომლებიც ბეჭდავენ ინფორმაციას ეთნიკურ ენებზე, ოღონდ ეს ხდება ძირითადად მაშინ, როდესაც შესაბამისი რესურსი აქვთ. რესურსი არის ან საერთაშორისო გრანტები, როგორც მაგალითად სამხრეთის კარიბჭის შემთხვევაში, რომელიც ავრცელებდა სომხურენოვან ვერსიას 2014 წლის ჩათვლით, ან არის სახელმწიფო რესურსი, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა იღთის გარკვეულ თანხებს იმისთვის, რომ ინფორმაცია განათავსოს მედია საშუალებებში, მაგალითად ეს ეხება ქვემო ქართლში არსებულ მედია საშუალებებში, იმიტომ რომ უბრალოდ ეს სწორედ ხდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. და გვაქვს მესამე შემთხვევა, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ვალდებულია, რომ ხელმისაწვდომობა გაზარდოს ეთნიკური უმცირესობის თემისთვის ინფორმაციაზე და შესაბამისად ავრცელებს საინფორმაციო გამოშვებებს, ეს მეორე არხზე ხდება, ამავე გამოშვებებს იმეორებს რადიო და ასევე ვრცელდება ზოგიერთ ტელევიზიაში, რომლებიც რეგიონებში უბრალოდ ეთნიკურ ანკლავებში მდებარეობენ. გარდა ამისა, გამოდის გაზეთი გურჯისტანი და ვრასტანი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან არსებობს და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სათემო პოზიტიურად მინდა აღვნიშნო სათემო რადიოების მინი ბუმი, მე ვიტყოდი უკვე 4 სათემო რადიო არსებობს და აქედან 3 ეთნიკური უმცირესობების ენებზე, რაც მისასალმებელი ტენდენცია და ესე იგი მისალმება, უბრალოდ მადლობა ეკუთვნის ინიციატორებს და ასევე მარეგულირებელ კომისიას, რომელმაც ლიცენზიები გასცა, როგორც მოგეხსენებათ, რადიოზე ლიცენზირება არის საჭირო. თუმცა მოლოდინია ასევე იმისა, რომ მაუწყებლობაზე ლიცენზიის, ტელევიზიით მაუწყებლობაზე ლიცენზიის გაუქმება დამატებით ინიციატივას დაუჭერს მხარს იმისთვის, რომ ამ მიმართულებითაც იაქტიუროს ეთნიკურმა მედია საშუალებებმა. ეხლა რა კავშირშია ეს ყველაფერი ჩვენ თემასთან? საქმე იმაშია, რომ საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მისი შესაბამისი დღის წესრიგი ასეთ ფორმულირებას მოიცავს, რომ გაიზარდოს მედია პლურალიზმი და გაიზარდოს მედიის კულტურული მრავალფეროვნება, რომელშიც დამეთანხმებით მრავალფეროვნებაში უპირველეს ყოვლისა ეთნიკური მრავალფეროვნებაც მოიაზრება. და რამდენად, ესე იგი, რატომ გახდა ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რატომ გახდა ეს თემა მწვავე, ანუ რატომ საუბრობთ ამ თემაზე ასე წარმომადგენლობით აუდიტორიაში, საქმე იმაშია, რომ კონტექსტი და საერთოდ ვითარება საკმაოდ დამძიმდა და ის შემდეგ ამ კუთხით რუსული პროპაგანდა და საფრთხის შესახებ ყველასთვის ცნობილია და ეს ამ სლაიდსაც დადგმული აუდიტორიაში ყველა იცნობს, ეს არის NDI-ის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ უმცირესობათა დასახლებების 53% მოსახლეობის ევროპული კურსისადმი ყველაზე მაღალი, ორჯერ მაღალია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. როგორც აი ბოლო სლაიდი წითლად 27%, მაშინ როცა საშუალო მაჩვენებელი 14% არ მოსწონს ეს ფაქტი საქართველოს მასშტაბით, ხოლო ეთნიკურ უმცირესობებში უფრო მეტს. რაც შესაძლებელია კავშირში იყოს იმასთან, რომ ინფორმაცია მათ ან ნაკლებად მიუწვდებათ, ან არ მიუწვდებათ იმ ენაზე, რომელიც მათთვის კომფორტულია და ხელმისაწვდომია. გთხოვთ.
ჩვენ ჩავატარებთ კვლევა და კვლევა იყო შემდეგი სახის, ეს არის დოკუმენტების ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, თავისთავად ასოცირების ხელშეკრულება დღის წესრიგის შესაბამისი სამოქმედო გეგმები, სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშები, აქეთ მხარეს დამატებით ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციის და ინფორმაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ეს დოკუმენტებიც გავაანალიზეთ, შესაბამისი სამოქმედო გეგმები და შესაბამისი ანგარიშები, ასევე შევხედეთ რა ეწერა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის გეგმაში და სამოქმედო დოკუმენტებში. და გამოვიდანეთ შემდეგი დასკვნები, რომ აქცენტი ეთნიკური უმცირესობების მედია საჭიროებებზე ნაკლებად კეთდება ან სხვაგვარად არის გაგებული და აგეხსნით როგორ ძირითადად ურთიერთობა არის კონტროლირებადი მედია საშუალებებით, ანუ როგორც მედია აღქმულია, როგორც ინფორმაციის გატარების არხი ხელისუფლებიდან ადგილობრივ თემებზე, ანუ ძალიან დიდი არის მაგალითად საინფორმაციო ბროშურების გავრცელება, სარეკლამო კამპანიები, საინფორმაციო კამპანიები, რაც თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ ჩემი აზრით არ პასუხობს საქართველოს ვალდებულებას გაზარდოს კულტურული მრავალფეროვნება მედიაში, მათ შორის ეთნიკური მედიის გაძლიერების კუთხით. და შესაბამისად აქვე გამოჩნდა ამ დოკუმენტების ანალიზით გამოჩნდა, რომ ძირითადი მედიაც პრინციპში ნაკლებ ყურადღებას არ აქცევს ამ საკითხებს, ანუ ქართულ ენაზეც ორმხრივ კომუნიკაციას თუ შევეხებთ, ქართულ ენაზეც საქართველოს ძირითადი ესე იგი ეთნიკური მოსახლეობისთვის ნაკლებად არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმ საჭიროებებზე, რომლებიც ამ თემებში არსებობს. და ეს არანაირად არ არის სამოქმედო გეგმებში ასახული, ანუ ხელისუფლება მცირედ საკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემა გამოსწორდეს. ჩვენ მონიტორინგის ჯგუფის მისიიდან გამომდინარე შევეცადეთ რეკომენდაციები შეგვემუშავებინა, თუმცა რა თქმა უნდა NGO-ების საგანია და ძალიან გამეხარდება თქვენი მხრიდან აქტიურობა ამ კუთხითაც. მე ვიფიქრებ, რომ ჟურნალისტური და მედია უნარების, მედია ციგნიერების, სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება ადგილობრივ თემში რაღაც ბიძგი იქნებოდა და ამის ხელშეწყობა ბიძგი იქნებოდა მედიის განვითარებისთვის, ასევე ინვესტირება მედიის წარმოების და დისტრიბუციის ტექნოლოგიებში, მაგალითად ერთ-ერთი პრობლემა არის მულტიპლექსების გამო სომხურ ენოვან ტელევიზიებს უჭირს გასვლა, ესე იგი მაუწყებლობაზე. მე ვიცი ეს პრობლემა გადაჭრის რეჟიმშია, აქტიურობს ამ კუთხით რეგიონული ტელევიზიების ასოციაცია, მაგრამ მოგახსენებთ თუ ასეთი მოქმედებები გაიწერება სამოქმედო გეგმებში და ერთლა კონკრეტულად ლაპარაკი ამაზე, რომ შემუშავდება ახალი დღის წესრიგი ასოცირების, რომელშიც ასევე იქნება გასაწევი მოქმედებები მედიასთან მიმართებაში, თუ ესეთი მცდელობები, რომლებიც ნამდვილად არის მიიღებს სამოქმედო დოკუმენტის სტატუსს, სამოქმედო დოკუმენტის გაწერილი ვალდებულების სტატუსს, მე ვფიქრობ მეტი ეფექტი იქნება. და მოუწოდებდი ასევე, რომ გააფართოვოს მუშაობა ამ კუთხით და არა მარტო მედია კონტენტის დივერსიფიცირების კუთხით, არამედ მეტი ჟურნალისტიკი ეთნიკური თემიდან, ადგილობრივი ბიუროები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მოუწოდეს ვალდებულება ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კუთხით. და ბოლოს დავასრულებ, შესაძლებელია ესეთი არგუმენტი წარმოიშვას, რომ როგორ უნდა დაემხმაროს სახელმწიფო მედიას, განსაკუთრებით ჟურნალისტიკა ხომ სახელმწიფოსგან მაქსიმალურ დისტანცირებას აკეთებს, მაგრამ და რომ კიდევ ესეთი მემარჯვენე არგუმენტი შეიძლება იყოს, რომ როგორც ჩანს არ არის საჭიროება, თორემ ყველა შემთხვევაში მაშინ იქნებოდა მიწოდება და ანუ გაიხსნება მედია საშუალებები. გავიხსენოთ როგორ განვითარდა ჩვენი მედია და რომ არ ყოფილიყო ეს დიდი დახმარება, რომელიც ევროკავშირიდან წამოვიდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თუნდაც ამ ფონდიდან და მხოლოდ ბაზარზე ყოფილიყო დამოკიდებული ქართული მედიის განვითარება, მე ეჭვმაქვს, რომ მეტნაკლებად გაუჭირდებოდა იმის გაკეთება და იმ ადგილას მისვლა, სადაც ვართ დღეს. აი სულ ეს იყო, დიდი მადლობა.